მინდა მოგმართოთ განცხადებით დღევანდელი საპარლამენტო კენჭისყრის ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, ეს იყო ნიშნულოვანი დღე ქართული დემოკრატიისთვის, ქართული პოლიტიკური სივრცისთვის, ახალი საქართველოს დემოკრატიული რეალობის ჩამოყალიბებისთვის. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არასოდეს დავნებდებით შანტაჟს და ზეწოლას. ასევე დავამტკიცეთ, რომ ყოველთვის ვიქნებით მზად შეთანხმებისთვის ჩვენი ხალხის, ჩვენი ერისა და ევროპული მომავლის საკითხით. მართველი ძალა თავისი პროკურორებით, თავისი ახალი გამგებლებით, თავისი ახალი ფორმირებებით, მათ შორის ქუჩის ხულიგნებით და სხვა ძალებით, თვეებისა და კვირეების განმავლობაში ცდილობდა ჩვენი პარლამენტარების დაშანტაჟებას და ზეწოლის ყველაზე უხირს მეთოდებს იყენებდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად. აშანტაჟებდნენ მათი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით. ემუქრებოდნენ არა მხოლოდ მათ, არამედ მათ შვილებს და მათი შვილების მომავალს. თქვენ ეს ყველას კარგად გახსოვთ. მოულოდნელად აპატიმრებდნენ მათ ნაცსაებს. ან უქმნიდნენ პრობლემებს მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს. შეთავაზება ყოველთვის ერთი და იგივე იყო. მიეცით სრულების ხმა უმრავლესობასთან ერთად და თქვენი პრობლემები მოგვარდება. დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს. დღეს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილმა პირველად იხილა საკუთარი თვალით, რომ მისი სტარი წარმოდგენა, რომ ყველაფერი ფულზე იყიდება. ან თუ ფულზე არ იყიდება 90-იან წლების ყაჩაღური რუსული მეთოდები ყოველთვის შეუცვლელად მოქმედებს, საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ საზოგადოების ყველაზე ჯანმრთელ ჯანსაღ დემოკრატიულ ნაწილზე და ესეთი არის აბსოლუტურად უმრავლესობა, მათ შორის ამ შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრის ამ წარმომადგენლებში არ მოქმედებს. მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ნიშანი ქართული საზოგადოებისთვისაც და ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის. საქართველო არ არის რუსეთი და საქართველოში სხვა მეთოდები არის საჭირო და საჭიროა დემოკრატიული დიალოგი. მე ვამაყობ, რომ იმ პარტიის წარმომადგენელი და იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელმაც ამის დამტკიცება შეძლო. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადაუხადო საპარლამენტო უმცირესობის ყველა წარმომადგენელს და ოპოზიციის თითოეულ წევრს. აქ შედიან არა მხოლოდ პარლამენტის წევრები, არამედ თბილისის საკრებულოს წევრები, ქუთაისის საკრებულოს წევრები, უამრავი სხვა ოპოზიციური ორგანიზაციის წევრები. სურდ და სუთხრა ვართ, თუ რამდენად მიამაყება თითოეული მათგანი. ამ პირობებში მათი წინააღმდეგობა ძალზე მნიშვნელოვანი იყო და მინდა აღვნიშნო, თუ რამდენად დასაფასებელი და აუცილებელია ეს ჩვენი დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. თუ მათ ხმა მისცეს დღევანდელ ინიციატივას იმის ჩვენებით, რომ ვერ შეძლეს ბრუტალური მეთოდებით საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება და სწორედ ეს იყო მთავარი, ამ არალეგალური გზებით ვერ შეძლეს ხელების გადაგრეხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩვენეთ სიმტკიცე, ისევე როგორც კანონისა და ჩვენი აუმრჩევლის პატივისცემა. მაგრამ ამავე დროს ამ ცვლილებების ინიცირებით, რომელიც უმრავლესობას ასე უნდოდა და რომელზეც ჩვენ არანაირ პრობლემას არ ვქმნით, მაგრამ ამავე დროს უმრავლესობა მზად იყო ყველაფერი შეეწირა იმისათვის, მათ შორის ჩვენი დემოკრატია და ევროპული მომავალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვაქვს პასუხისმგებლობის გზნობა და ვალდებულება თანაცხოვრების, თანამშრომლობის და მშვიდობის მიმართ. ჩვენ არ ვფიქრობდით და არც ახლა ვფიქრობთ, რომ ეს გაამართლებს შემდგომ შეტევებს დემოკრატიაზე, თუნდაც დღეს შემოიტანეს სრულიად წარმოუდგენელი არადემოკრატიული საერთო სასამართლოების კანონი და ბევრი სხვა გეგმა აქვთ. გარგაამართლებს ყველა იმ პრობლემას, რომლებიც ამ შეტევების შედეგად ევროპულ მეგობრებთან შეგვექმნა. ჩვენ ასევე არ გვინდოდა მიგვეცა ამის საბაბი, რომ ეს შეტევები და არეულობა გაგრძელებულიყო. ჩვენ გსურს ქართული დემოკრატიის წარმატება. ჩვენ გსურს საქართველოს ევროპული წარმატება. იმიტომ ეს ჩვენი წარმატებაა, ჩვენ ვაშენებდით ამდენი წელი ამას. ჩვენ გსურს წარმატება ვილნიუსის სამიტზე, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლევანდელი წლის ნოემბერში, ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით. ამის მიღწევა შეუძლებელია თუ არ არსებობს თანამშრომლობა მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის და ჩვენ ერთმანეთს პროკურორების ძალადობის მოწოდებით ან ძალადობის გამოყენებით ვესაუბრებით.
მინდა მოუწოდო უმრავლესობას და პრემიერ-მინისტრს. ახლა დროა აჩვენოთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა. ჩვენი ინსტიტუტები და ევროპული მომავალი. შეაჩერეთ ეს სიგიჟე. ევროპის თავარ პოლიტიკურ პარტიებსა და გავლენიან პოლიტიკოსებზე შეტევა არ არის გზა, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ ოჯახს შეგვიყვანს. იმ ოჯახში, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქეს უნდა შესვლა. ამის ნაცვლად პასუხი უნდა გაეცეს ყველა იმ საკითხს, რომელსაც ისინი აყენებენ და შეჩერდეს ის ქმედებები, რომლებიც მათ შეაშინებს და საქართველოსთვის ხელსაყრელებს. ეს უნდა მოხდეს საპარლამენტო უმცირესობის სამართლის და კონსტიტუციის პატივისცემით, ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებით და არ შეიძლება თავარი დასკვნების უკუღოყოფა. სასამართლო საკითხზე მაგალითად. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ პრინციპებისთვის ბრძოლისთვის. ახლა დროა გავხსნათ ახალი სივრცე ჩვენს ურთიერთობაში. ჩვენ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით მთელ რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე. მაგრამ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ პატივიცეთ კანონს, უფლებებს, ინსტიტუტებსა და სახელმწიფოს დატვირთული და ამ ყველა დატვირთული კვირების შემდეგ მოდი დაუბრუნდეთ თანამედროვე პოლიტიკის ძირითად წესებს და კანონებს. თქვენ შეიძლება დაგვარწმუნოთ, რომ ზოგიერთი რამ, რასაც თქვენ აკეთებთ, სწორია. ხოლო ჩვენ დაგარწმუნოთ, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, მცდარია. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ღია და კანონიერი გზით და არა პირად ცხოვრებაში ხელის ფათურით, შერჩევით სამართლის საშუალებით ან სხვა დაუშვებელი მეთოდებით. პირველი, როგორ დღეს ვნახეთ, ეს არის არ იმუშავებს. ხო დანახეთ დღეს, რომ ამან არ იმუშავა. აი ბოლომდე ჯეროდათ, რომ იმუშავდა, არ იმუშავა. მეორე, ეს დაგვიხურავს ევროპის კარს. მესამე, ეს საფლავს გაუთხრის ჩვენ დემოკრატიას, რაც ყველა ადამიანის ინტერესებშია. ასე რომ მოდით ვიმოქმედოთ უფრო მეტი პასუხისმგებლობით და ვიყოთ ჩვენი ხალხის და ერის ღირსი. ჩვენი პოლიტიკური ელიტის უშუალობამ ბევრჯერ უღალატა ჩვენი ხალხის დიდებას. ჩვენი პოლიტიკური ელიტის აი რაღაცა მოღალატეობრივმა ინსტინქტებმა. საუკუნეების განმავლობაში, არა მხოლოდ ბოლო ხანებში. თქვენ ნახეთ, რომ მეხუთე კოლონა არის გამოსული ახლა ესავე ძალიან აქტიურად საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე. მოდით, ნუღარ ჩაუგდებთ ჩვენ ერთს მათ ხელში. ნუღარ ჩაუგდებთ ჩვენ ხალხს მსგავს გასაჭირში. დავივიწყოთ პიროვნული სიბრაზე, თუ დავა და ვიმუშაოთ ხალხისთვის. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი კენჭისხრა იყო ჩაფიქრებული არა იმდენად მის საკითხზე, რომელიც არაფერს არ წარმოადგენდა, იმიტომ რომ მინდა ყველას უთხრა, რომ როგორც პრეზიდენტი არასოდეს არ ვაპირებდი პარლამენტის ამ მთავრობის ამ ეტაპზე მით უმეტეს დათხოვნას და მთავრობის საერთო ვაპირებდი და მომავალში იქნება სხვა რეალობა, იქნება სხვა პრეზიდენტი და ეს ჩემ ვადაში იყო საერთოდ გამორიცხული. საუბარი იყო სხვა რაღაცაზე. მთელი ეს კენჭისხრა იყო ჩაფიქრებული ისე, მთელი ეს პროცესი, რომ უნდა დაენგრიათ საკონსტიტუციო ბარიერი სრულიად უკანონოდ, იმიტომ რომ ამორჩელის მანდატი მათ 1 ოქტომბრის ამაზე არ მიუღიათ და რაზეც მიიღეს ამაზე იმაზე მეტი მივეცი ვიდრე კონსტიტუცია იყო გათვალისწინებული. მათ უნდათ რომ გაეფორმებიათ საქართველოში ოპოზიციური ძალის ნაციონალური მოძრაობის განადგურება და მოსპობა. დღეს დაიბადა ახალი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც იბრძოლა ბოლომდე და ყველას დაუმტკიცა, რომ უფრო ცოცხალია ვიდრე როდესმე. იმიტომ რომ ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემას ჭირდება ძლიერი მთავრობა და ჭირდება ძლიერი ოპოზიცია. დღეს იყო მე უყურებდი ტელევიზორს, უბადრუკი მცდელობები, აი იაფასიანია, რაც წინა თვეებში იყო ესე კულუარებში და ტრიბუნი და ბოლო წამში ჩემსა და ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ წევრებს შორის იქნებ რამე შუღლი დაეთესათ. და კიდევ ერთხელ დადასტურდა, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მეც ვარ მათი ერთ-ერთი წევრი. და ყველანაირი ცდელობა იმისა, რომ ჩვენ შიგნით გავგვთიშო, როგორც ნახეთ, დამთავრდა სრული კრახით. უფრო მეტიც, ყველანაირი ცდელობა, რომ მე გამიყვანო პოლიტიკურ ბრძოლიდან საქართველოში, ან ახლა საქართველოდან ამ მომავალ წლებში, არ გამოგივათ, იმიტომ რომ მე ვიქნები ერთ-ერთი მებრძოლი. იმ ბრძოლისა, რომელსაც ქვია დემოკრატიის და განვითარების საბოლოოდ დამკვიდრება და გაგრძელება საქართველოში. მე კარგად მესმის იმ ხალხის ფრუსტრაციის, ვინც ბოლო წლებში აშენებდა რუდუნებით ახალ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ შევქმნით სასწაული. ვინც რა უნდა ილაპარაკოთ? პირველად 100 წლების განმავლობაში კავკასიაში შეიქმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა. ეს არის ჩვენი დამპყრობლის გაღიზიანების მთავარი წყარო. არა ჩვენ არა მხოლოდ შევქმნით ახალი ქართული სახელმწიფო, რომელიც მართლა ახტაცების და შურის საგანია ძალიან ბევრ მეზობელში. არამედ
სრულიად უთანასწორო ბრძოლაში 2008 წელს გადავარჩინეთ ის, როდესაც 100-დან 99 მსგავს სიტუაციაში სახელმწიფო დაეცემოდა და გაქრებოდა. ჩვენ გადავარჩინეთ ქართულმა ხალხმა და საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ და მე ამით ძალიან ვამაყობ და თელი მსოფლიო ამას მაშინ ახტაცებით შესწეროდა და გვეხმარებოდა ამაში. ჩვენ გავატარეთ წარმოუდგენელი რეფორმები და მე მესმის იმ ხალხს, ვინც თელი ეს წლები აშენებდა, აკეთებდა, ეჩქარებოდა, რომ კიდე ახალი ქალაქი, კიდე ახალი კვარტალი, კიდე რაღაცა ახალი, რა თქმა უნდა, ყველას ვერ გავეხმაროთ და გავაკეთეთ, მაგრამ მესმის, როცა ფრუსტრირებულია, როცა არა მხოლოდ გაჩერდა ბევრი რაღაცა. არამედ უკვე დანგრევაზე მიდის ლაპარაკი. მაგრამ მე მინდა უთხრა ამ ხალხსაც. გულს ნუ გაიტეხთ. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. და დღეს ვაჩვენებთ, რომ ძალიან ბრძოლისუნარიანები ვართ. დღეს ვაჩვენეთ, რომ ყაჩაღური რუსული მეთოდებით ოპოზიციასთან საქართველოში ვერასოდეს ვერავინ ვერ ილაპარაკებს. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, მე თქვენთან ერთად ამ ბრძოლას გავაგრძელებ პრეზიდენტის რანგში თუ პრეზიდენტის რანგის გარეშე, მანამ სანამ დგას საკითხი საქართველოს ხელახლა გადარჩენის. ჩვენ გადავარჩინეთ საქართველოს 2003 წელს, როდესაც პრაქტიკულად უიმედო ჩამოშლილი ქვეყანა ფეხზე დავაყენეთ. ჩვენ გადავარჩინეთ საქართველოს 2008 წელს ისეთი შემოტევისგან, რომელსაც ვერ გაუძლო თავის ძოზე ავღანეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, უნგრეთმა, პოლონეთმა, ბალტიის ქვეყნებმა. და ჩვენ გადავარჩინეთ საქართველოს ამ გამოწვევებშიც, რომელიც რა თქმა უნდა სახეზეა. მაგრამ მე მინდა რომ ეს არ იყოს ვიღაცის ჯინაზე. ბევრი რაღაცა დღეს საქართველოში კეთდება ჩემ ან ვიღაცების ჯინაზე. მე მინდა რომ ეს თანამშრომლობით გავაკეთოთ. ჩვენ თანამშრომლობისთვის ვართ გახსნილი, ჩვენ უნდა ყველანი ვესახუროთ ჩვენ ხალხს, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. მე ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ვარ ბოლომდე. და ჩვენ როგორც დღეს გავიტანეთ ჩვენი პოზიცია, ასევე გავიტანთ ჩვენ პოზიციებს ბოლომდე.